ქვემოთ ჩამოთვლილი მნიშვნელობებიდან, რომელიც შეიძლება მიიღოს y უდრის x y უდრის კოსინუს x ფუნქციამ. შეიძლება ერთი შეხედვით საკმაოდ დამაბნეველია და ბუნდოვანი ამოცანის პირობა, რადგან ვიცით, რომ კოსინუს x-ი ნებისმიერ არგუმენტს იღებს, თქვათ, დაწყებული მინუს უსასრულობიდან პლუს უსასრულობამდე, მაგრამ რადგან აქ მოცემული არის მნიშვნელობები, კოსინუსი და როგორც სინუსი, რა თქმა უნდა, შემოსაზღვრული არის გარკვეული ინტერვალით და ეს ინტერვალი არის -1-დან 1-მდე. ანუ კოსინუს x-მა რა გინდ x-ი არგუმენტი მიიღოს უდიდესი ან უცირესი, იგი -1-დან 1 შვალეთს ვერ გაცდება. ასევე უნდა ვიცოდეთ, რომ p უდრის 3/14-ს და აქედან გამომდინარე ვიწყებთ გამორიცხვის მეთოდით, რადგან წერია რომელიც შეიძლება p არის 3/14 და კოსინუსი ვიცით რომ 1-ზე მეტი არასოდეს არ არის, აქედან ეს გამორიცხულია. p ნახევარი, ანუ 3/14-ის ნახევარი არის დაახლოებით 1 და 6, ესეთ გამორიცხულია. მინუს p მეოთხედი, მინუს p მეოთხედი ამ შემთხვევაში არის სწორი პასუხი, მაგრამ დავტოვოთ ერთი წამით და გადავიდეთ p მესამედზე. 3/14 გაყოფილი 3-ზე ეს 1-ზე მეტია. ხო, 1-საც კი არ უდრის, 1-ზე მეტია. ასე რომ d პასუხიც გამორიცხულია. g არის ისეთი პასუხი, რომელიც -1-დან 1 შვალეთს აკმაყოფილებს. აქედან გამომდინარე, პასუხი იქნება g - p მეოთხედი. შედარებით მარტივი ამოცანა იყო ეს.